საომშვიდობის გარდამავალ პერიოდში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესაძლოა სიტუაციის ხელოვნური გამწვავება მოხდეს, თუმცა ასეთი გამწვავებისთვის საქართველოს მთავრობა მზადაა. რუსეთმა სიტუაციის გასამწვავებლად პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა. ქართული მხარის მოთხოვნის მიუხედავად გენერალი ჩაბანი ტერიტორიას არ ტოვებს. რუსულ-ქართული ურთიერთობების შესაძლო გამწვავების პარალელურად კი საქართველოში საარჩევნო კამპანიაში 22 კანდიდატი ჩაერთო. ზერაში გივით არგამაძე, გიორგი მაისაშვილი, რამაზ საყვარელიძე, პაატა ვეშაპიძე და ნანა ჩაჩუა. ზერაში თქვენ ნახავთ. წინა საარჩევნო კამპანიის მიუხედავად ქვეყნის უსაფრთხოება საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დარწმუნებულია, რომ საქართველო ყველა პროვოკაციას ადეკვატურ პასუხს გასცემს. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ყველამ უზრუნველყოთ ქვეყნის ნორმალური ცხოვრების რეჟიმი. კონფლიქტის ზონებში სიტუაციის გამწვავება, თავდასხმა პოლიტიკოსებზე და ენერგეტიკული სურპრიზები. ამ საფრთხეებს საქართველოს მთავრობა 5 იანვრამდე ელოდება. არსებობს რისკი იმის, რომ გარკვეულმა ძალებმა ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ჩათვალონ, რომ ამ მომენტში ქართული სახელმწიფო არის უფრო მეტად ფოკუსირებული შიდა პოლიტიკაზე და ის ვეღარ მიაქცევს ყურადღებას კონფლიქტებს. ეს ესე ნამდვილად არ არის. სააკაშვილის მოთხოვნის მიუხედავად მოსკოვი გენერალ ჩაბანს საქართველოს ტერიტორიაზე ტოვებს. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო თანამეგობრობა. ქართულ-რუსული ურთიერთობები მზერაში 22 საათზე. გარდამავალ პერიოდში მოსალოდნელ საფრთხეებს დღეს პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი და უშიშროების საბჭოს წევრები იხილავდნენ. ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ მთავარი აქცენტი საარჩევნებზე გადატანის პირობებში ქვეყანაში კონკრეტული პროვოკაციები დაიგეგმოს. ნინო ბურჯანძესთან უშიშროების საბჭოს ხდომაზე დღეს ახალი საფრთხეების შესახებ საათნახევრის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მსჯელობდნენ. პარლამენტის საპრეზიდენტო ფლიგელში განვითარებულ მოვლენებს აკვირდებოდა ჩვენი კორესპონდენტი ნოდარ მელაძე, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. ნოდარ, უფრო კონკრეტულად თუ ითქვა რა საფრთხეებზე არის საუბარი? საფრთხე არის სამი, რომელიც დღეს მედიისათვის გახდა ცნობილი, თუმცა ბუნებრივია დახურულ შეხვედრაზე სავარაუდოდ უფრო დიდხანს და უფრო დეტალურად ისაუბრებს იმ პრობლემების შესახებ, რომელიც შეიძლება საქართველოში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე შეიქმნას. პირველი ყველაზე კონკრეტული პრობლემა, რომელსაც სავარაუდოდ საქართველო ელოდება მეზობელი ქვეყნისაგან, ეს იქნება პრობლემა, რომელიც არის ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული, რადგანაც როგორც დღეს შეხვედრის შემდეგ საუბრობდნენ, გამწყდარი ელექტროსადენები და აფეთქებული გაზსადენები ბუნებრივია, რომ უცხო აღარ იქნება თბილისისათვის. მეორე პრობლემა ეს არის სიტუაციის გამწვავება კონფლიქტის რეგიონებში და ბოლოს კიდევ ერთი მთავარი პრობლემა ეს არის თავდასხმა პოლიტიკოსებზე, ძირითადად ოპოზიციურ ძალებზე. სწორედ ამის გამო დღეს ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის თავმჯდომარემ, ყოფილმა თავმჯდომარემ და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა შინაგან საქმეთა მინისტრს ოფიციალურად სთხოვა, რომ მაქსიმალურად იქნეს გამკაცრებული ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები. დღეს კონკრეტული გადაწყვეტილებაც მიიღეს, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციამდე უშიშროების საბჭო ყოველ კვირაში ერთხელ შეიკრიბება. სატელიტური ჩანაწერებიდან აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდინარე ენგურის სიახლოვეს მობილიზებული მძიმე ტექნიკა და ქვეითი ბრიგადების რამდენიმე ბატალიონი ჩანს. ჯარისკაცები ოჩამჩირისა და გალის საზღვრებთან სამხედრო წვრთნების შემდეგ გადაისროლეს. დე-ფაქტო ხელისუფლების კონტროლირებადი შეერაღება ყაზარმულ რეჟიმზე ერთ-ერთი ვერსიით 5 იანვრის сапрезиденто არჩევნების შემდეგ გადაიყვანეს. Провокация ожидаем с грузинской стороны. Мы уже готовы не только сейчас на эти выборы или что там у вас будет происходить. В принципе, мы всегда готовы за последние 15 лет. Ничего хорошего от Грузии мы не ожидали и не ожидаем. კონფლიქტურ რეგიონებში სიტუაციის გამწვავება დღეს პარლამენტში უშიშროების საბჭოს საგანგებო ხდომის მოწვევის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ნინო ბურჯანაძემ ძალოვანი მინისტრები, პრემიერი, საგარეო წყების პირველი პირი და უშიშროების საბჭოს მდივანი დღის 2 საათისათვის დაიბარა. დახურული შეხვედრიდან გამოსული საბჭოს წევრები ამბობენ, რომ საფრთხეებს გარდამავალ პერიოდში კონფლიქტურ რეგიონებში ელიან. პროვოკაციების შესაძლებლობა არსებობს, ამის რისკი არსებობს, აქ ორი აზრი არ არის, თუმცა ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ განვიხილეთ და ყველა რისკ ფაქტორს ჩვენ უპირისპირებთ ჩვენს ქმედებას, ამიტომ ჩვენ ვუზრუნველყოფთ სტაბილურობას ქვეყანაში ამ წინა საარჩევნო პერიოდში, აქ არავის ორი აზრი არ უნდა გქონდეს ამაზე. არსებობს რისკი იმის, რომ გარკვეულმა ძალებმა ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ჩათვალონ, რომ ამ მომენტში ქართული სახელმწიფო არის უფრო მეტად ფოკუსირებული შიდა პოლიტიკაზე და ის ვეღარ მიაქცევს ყურადღებას კონფლიქტებს. ეს ესე ნამდვილად არ არის და დღევანდელი შეკრების ერთ-ერთი მიზანი სწორედ ის იყო, რომ დეტალურად გაგვიანალიზებია ყველა პროცესი. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ყველამ უზრუნველყოთ
ქვეყნის ნორმალური ცხოვრების რეჟიმი. არჩევნებამდე 40 დღით ადრე თბილისი მოსკოვისაგან არც ენერგოს სიურპრიზებს გამორიცხავს. უშიშროების საბჭომ დღეს ზამთრის პერიოდში რუსული ენერგომატარებლების შეწყვეტის შემთხვევაში ალტერნატიული წყაროების შესახებ იმსჯელა. შემთხვევით აფეთქებული გაზსადენისა და გაწყვეტილი ელექტროგადამცემი ხაზების სცენარს გარდამავალ პერიოდში თბილისში ისეველიან. დღეს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგოუსაფრთხოებას, დაეთმო კონფლიქტურ ზონებს და ასევე რა თქმა უნდა ყველა იმ წინაპირობის შექმნას, რომ არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალედ, ჩატარდეს სამართლიანად, ჩატარდეს რა თქმა უნდა და მივიღოთ ყველამ ასე ვთქვათ არჩევანის საშუალება. დახურული მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა არჩევნების წინ პოლიტიკოსების უსაფრთხოების დაცვაც იყო. დღეს გამთენიისა საპარლამენტო ფრაქცია ჩვენი საქართველოს წევრზე მერაბ ხურციძეზე მომხდარი თავდასხმა უშიშროების საბჭოს ხდომაზეც განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრს უსაფრთხოების ზომების გაზრდას თხოვს. ერთ-ერთი არც თუ სასიამოვნო ფაქტი გუშინაც მოხდა. როდესაც თავდასხმა განხორციელდა დეპუტატზე და როგორც ყოველთვის და ყველაფერი თავდაპირველად ხელისუფლებას ლამის დაბრალდა უყურადღებობა ან ასე ვთქვათ არაღკვეთა მსგავსი პროვოკაციისა. დილით ადრე დაკავებულნი იქნენ ის ადამიანები, ვინც თავდასხმა მოაწყო ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგაზე და ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია, რომ განცდა იმისა, რომ ასეთი პროვოკაციები დაუშელი არ იქნება და შინაგან საქმეთა ორგანოები და ყველა სტრუქტურა ძალიან აქტიურად იმუშავებს იმისათვის, რომ ნებისმიერი ტიპის მსგავსი გამოწვევა იქნეს აღკვეთილი და ადეკვატურად რეაგირებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხელისუფლებისგან აქვს თავდასხმა, ამ ხელისუფლებისგან ვიცავ თავს და რა უნდა დამიწვას და ვინ უნდა დამიწვას. არ არის გამორიცხული საპრეზიდენტო კანდიდატებს მთავრობამ არჩევნებამდე უსაფრთხოების დამატებითი გარანტიებისათვის სახელმწიფო დაცვაც დაუნიშნოს. ოპოზიციაში პარლამენტის თავმჯდომარის ეს განცხადება აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა. დაზარალებული მერაბ ხურციძის სანაფრაქციელები სახელმწიფო უსაფრთხოებაზე უარს ამბობენ. უსაფრთხოების გარანტიები პირველ რიგში ისე რომ ქვეყანამ პოლიტიკა უნდა შეცვალოს და მისი პირველი პირებიდან და უმაღლესი თანამდებობის პირებიდან არ უნდა ისმოდეს სიტყვების სულ სამოხდით ნაძრლებო კიდირებთ ყოფას, ეს არ უნდა იყოს, თორე ამის შემდგომ უკვე ჩემთვის არ არის მოულოდნელი ის რომ ნებისმიერ პოლიტიკოს შეიძლება ასეთი ფორმით გაუსწორდნენ. ადამიანის უფლებები დასაცავე არა მხოლოდ ლიდერებისათვის და სიცოცხლის უფლება უნდა დავიცვათ არა მხოლოდ პოლიტიკური ლიდერებისათვის, არამედ რიგითი მოქალაქეებისთვისაც, ვინც არის ოპოზიციის მხარეს და ვინც წარმოადგენს ჩვენს ელექტორატს. ჩვენ ეთერის დაწყებამდე აბსოლუტურად ყველა რუსული ინტერნეტ გამოცემის პირველი გვერდის მთავარი განცხადება იყო დაძაბული ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ. დღეს მთელი დღის განმავლობაში რუსეთის სათათბიროს დეპუტატებიც აქტიურად საუბრობდნენ იმის შესახებ, თუ რატომ იძაბება ბოლო პერიოდში ქართულ-რუსული ურთიერთობები. გენერალ ჩაბანის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით დღეს რუსეთის დუმის წევრები აცხადებდნენ, რომ ეს იყო მოსკოვის პრინციპული გადაწყვეტილება, რადგანაც იმის შემდეგ, რაც მიხაილ სააკაშვილმა დემონსტრაციულად მოითხოვა რუსი გენერლის აფხაზეთიდან გაყვანა, სწორედ ამის შემდეგ მოსკოვი პრინციპულად არ მიიღებდა გადაწყვეტილებას და თუნდაც დროებით რუსეთის Федерации генерал Татоев и Абхазачи картули не бессацина. Можете винить миротворческие силы, на самом деле призваны делать только одну функцию. Препятствовать противостоящим сторонам снова войти в вооруженный конфликт. Точка. Если по просьбе одной из сторон меняется командующий миротворческих сил, в следующий раз он не понравится другой стороне. Чабана, если снять, надо назначать нового командующего. Вот. Получить согласие на назначение нового командующего гораздо сложнее, чем оставить старого командующего. С другой стороны, невозможно, чтобы не было никакого командующего. То есть командующий должен быть. И поэтому было принято решение просто его оставить. Поскольку Грузия не является членом Совета министров обороны государства СНГ, то она никак не смогла повлиять на это решение. Но Чабан вот именно сейчас в той обстановке, это и политические моменты в Грузии, это выборы президента, и та нестабильная ситуация в Грузии, потому что возможны любые провокации с любых сторон. Так? Я считаю, что именно генерал Чабан вполне достойно может руководить и вполне профессионально может руководить группировкой миротворческих сил, потому что за 2 с лишним года вполне изучил там обстановку.
ჩაბანის პერსონის გარშემო ამ დროისთვის არის სრული გაუგებრობა. რუსეთის ფედერაციამ DST სამიტზე, რომელიც გაიმართა ასტანაში, ოფიციალურად გაუხანგრძლива ვადა ჩაბანს 5 თვით, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ჩაბანს არ აძლევს ვიზას საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნისათვის. ანუ იმ შემთხვევაში, თუ ჩაბანი საკუთარი უფლება-მოვალეობის აღსრულების დროს ენგურის თუნდაც 302 საგუშაგოზე გადმოვა, ამ შემთხვევაში ქართულ სამართალდამცველებს და შესაბამის უწყებებს უფლება აქვთ, რომ დააკავონ ჩაბანი და მოახდინონ მისი დეპორტაცია რუსეთის ფედერაციაში, რადგანაც ის საქართველოს ტერიტორიაზე, ანუ აფხაზეთში ამ დროისთვის არის დარჩენილი ვიზის გარეშე. დღეს ოფიციალური განცხადება პირველად ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. ანატოლი სეძუკოვი განმარტავს, რომ ის ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობოების მუშაობით არის კმაყოფილი. ქართული მხარე საგარეო უწყების პირველი პირი გელა ბეჯუაშვილი კი აცხადებს, რომ ჩაბანისათვის ვადის გაგრძელება უკანონოდ მოხდა. Мы ему продлили мандат с учетом того, что в ближайшее время будем подыскивать новую кандидатуру. Вы знаете, Грузия высказала свое мнение по поводу него. Будем согласовывать пока, что ему мандат продлен. სამშვიდობო ძალების სარდლის მანდატის გაგრძელების საკითხს არ წყვიტავს თავდაცვის მინისტრთა საბჭო. ამდენად არანაირი სამართლებრივი შედეგი ამ გადაწყვეტილებას არ აქვს. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო თანამეგობრობა, საკუთარი ხალხი რუსეთში. ქართული მხარე რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში გენერალ შაბანის დატოვებასთან დაკავშირებით ოფიციალურად გააპროტესტებს უკვე 29 ნოემბერს, რადგანაც გელა ბეჯუაშვილი დღეს გვიანღამით მიემგზავრება უკვე ესპანეთის დედაქალაქში. ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა იქ მიმდინარეობს ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალი. სწორედ ამ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ქართულ-რუსული ურთიერთობები იქნება. არ არის გამორიცხული გელა ბეჯუაშვილი პირისპირ შეხვდეს სერგეი ლავროვსაც და სწორედ ამ შეხვედრის დროს ქართული მხარე ოფიციალურად გააპროტესტებს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას ევროპის 46 წევრი საქმეთა მინისტრის წინაშე. დიდი მადლობა ნოდარ. კონფლიქტის ზონაში სიტუაციის მოსალოდნელ გამწვავებასთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში პარლამენტიდან გვერდება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ბატონ გივი თარგამაძე. საღამშვიდობის ბატონ გივი. საღამშვიდობის. ბატონ გივი, რაც შეეხება კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამწვავებას, რასაც საათნახევრის განმავლობაში მიეძღვნა დღეს უშიშროების საბჭო, რა რეალური საფრთხე არსებობს, რა მასალებს ფლობთ და რატომ დაეთმო ამხელად, რომ სწორედ კონფლიქტის ზონაში უშიშროების გამტკიცებას. უნებრივია, რომ საფრთხე არსებობს და საფრთხე არის გამწვავებული განსაკუთრებით ამ 40 დღის პერიოდში, გამომდინარე სიტუაციიდან, გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჟამად არის გადამდგარი, გამომდინარე იმ პრეისტორიიდან, რომელიც ლევანდელ არჩევნებს უძღვოდა წინ, ბუნებრივია ეს ყველაფერი გარკვეულად შეიძლება უქმნიდეს შთაბეჭდილებას ამ შემთხვევაში ჩვენ არაკეთილმოსურნეებს, რომ ქვეყანა არის დასუსტებული, ქვეყანის ყურადღება არის გადატანილი სხვა საკითხებზე და ამ პერიოდში შეიძლება ამ მომენტის გამოყენება ესეთი ჩასაფრებულობა და მცდელობა რომ ყოველთვის არსებობს, მე მგონი აქ ორი აზრი არ არის. ანუ მოელით თუ არა თქვენ რომ კონფლიქტი შეიძლება შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს, ანუ ადგილი ჰქონდეს გარკვეულწილად ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა შეიარაღებული პირების მიერ. სამწუხაროდ ზოგადად კონფლიქტის შეიარაღებულ ფაზაში გადასვლის ალბათობა მუდმივად არსებობს. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით იმ რეალიების გათვალისწინებით, რაც არის დღეს, იგივე კოსოვოს მოახლოებული გადაწყვეტილების ფაქტორის გათვალისწინებით, საერთოდ ალბათ საზოგადოებრივ შეიძლება ითქვას, რომ ბოლო მოვლენებმა სამწუხაროდ, მაგრამ დაადასტურა ჩვენი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ სიტუაციის დესტაბილიზაცია საქართველოში დაემთხვეოდა იმ სამ ფაქტორს, რომელიც ჩვენ წამოვაყენით იმის დემონსტრაცია თუ რატო არ უნდა ჩატარებულიყო ჩვენი აზრით არჩევნები გაზაფხულზე და დღეს უკვე შეგვიძლია გავაკეთოთ კონსტატირება ფაქტის, რომ სამივე ამ ფაქტორმა იმუშავა. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, მაპი არ არის ხა ტრაგიკული მდგომარეობა, მაგრამ ზოგადად დამძიმდა სააპრილოდ მაპის მიღების სიტუაცია. უკვე იმ დღეებშივე, როდესაც მიტინგები მიმდინარეობდა თბილისში, ჩვენ ვნახეთ თუ რა საფრთხე შეიცავს რუსეთის საარჩევნო ციკლთან აქტიური მოვლენების დამთხოვა საქართველოში, პრაქტიკულად უნისონში მიდიოდა რუსულ წინასაარჩევნო კამპანიასთან ეს მოვლენები და პირდაპირ ჩართვებით რუსულ ღია ეთერებში და ასე შემდეგ.
და მესამე კოსოვოს ფაქტორი, რომელიც არის მოახლოებული, ასევე უფრო აქტუალური გახდა. ამიტომ მე ვფიქრობ, ჩვენი დასაბუთება დღეს მაინც შეიძლება ყველა მაღიაროს, რომ იყო აბსოლუტურად ლოგიკური. ბატონ გივი, იმ შემთხვევაში, როდესაც კოსოვოზე არის საუბარი, იმ შემთხვევაში თუ კოსოვოს დამოუკიდებლობა იქნა აღიარებული, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ავტომატურად რუსეთი აღიარებს აფხაზეთს და ოსეთს? ავტომატურად არ ნიშნავს, ნამდვილად, მაგრამ ყველანაირი, ასე ვთქვათ, ინფორმაცია ადასტურებს ჩვენ ეჭვებს იმის თაობაზე, რომ რუსეთი ასეთი აღიარებისთვის სერიოზულად ემზადება. ეს არ ნიშნავს, რომ აპრიორი ეს მოხდება, ვთქვათ, არ ნიშნავს, რომ ეს აპრიორი იმ წუთასვე მოხდება, შეიძლება გარკვეული პერიოდის ვაჭრობის შემდეგ მოხდეს, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ საბოლოო ჯამში ეს მოხდება, არის ძალიან დიდი. თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუსაც განაცხადეთ, რომ საქართველოს ამ გამოწვევას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რას გულისხმობდით? რას საქართველოს საომარ მოქმედებაზე გადავა ამ შემთხვევაში? მე მინდა ხაზი გაუსვა ამ შემთხვევაში, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება არ არის მოვლენა, რომელმაც შეიძლება შემდგომში გამოიწვიოს, თქვათ, შეიარაღებული დაპირისპირება. ეს არის მოვლენა, რომელიც ავტომატურად ნიშნავს საქართველოსთვის ომის გამოცხადებას. ანუ ეს ხდება ავტომატურად და არა შეიძლება მოხდეს და შეიძლება არა. ამიტომ მე ვთქვი, რომ ეს ნიშნავს ომის გამოცხადებას და მე ვთქვი, რომ საქართველოს ამ გამოწვევას მიიღებს და ბუნებრივია ეს ესე იქნება. საქართველოს დღეს სად არის, რომ მიიღოს ნებისმიერი გამოწვევა მიმართული საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ამიტომ აქ წინა ერთ-ერთმა გამომსვლელმა სიუჟეტში ჩემი სიტყვები ახსენა და იყო შეშფოთებული თუ აღშფოთებული, არ ვიცი, მათ გამო ეხავე შემიძლია გავიმეორო, ისინი უფრო მშვიდად მართალია, რომ ყველა ნაძირალას ნამდვილად ჩვენ ყოფას უტირებთ და ნამდვილად სულს ამოვხდით ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა კიდევ ერთხელ დასცეს მიწაზე. მე მინდა ბატონ გივი, რუსულ-ქართული ურთიერთობები არის მარადიული, დაძაბულობაც შესაძლოა იყოს ყოველ წუთას, როგორც თქვენ აღნიშნეთ. რატომ გახდა მაინც და მაინც დღეს ამ საკითხის წამოწევას აქტუალური, იმიტომ რომ თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ეს გარკვეულწილად არჩევნებიდან სხვა თემისკენ ყურადღების გადატანაა. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ სწორედ ამ ჩვენი ოპონენტების მიერ ინსპირირებული მოვლენების გამო გახდა აქტუალური ეს ყველაფერი და ხო ვინმეს არ შეექმნა შტაბ-ბიჭდილება, რომ კვლავ რაღაც თითიან გამოწვეულ პრობლემაზეა ლაპარაკი, მინდა შეგახსენოთ, რომ ზუსტად ამ მოვლენების თანავე პრაქტიკულად ძალიან მოკლე დროში, რამოდენიმე დღეში მოხდა შემოყვანა აფხაზეთის ტერიტორიაზე დამატებითი ტექნიკის და ჯარის, მათ შორის ჩეჩნური წარმომავლობის მეომრების. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეხლა მაინც ალბათ ვერავინ ვერ დაგვწამებს, რომ ჩვენ ერთმანეთს ვესვრით ბომბებს და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან რეალური საფრთხე, რომელიც პირველ რიგში მოითხოვს სწორედ იმას, რომ ესეთი განმარტებები არ კეთდებოდეს მათ შორის ყველაზე რადიკალური ნაწილისგან ოპოზიციისაც კი. ქვეყანა დგას რეალური საფრთხის წინაშე და ეს ამ საფრთხის აღმოფხვრისთვის არის აუცილებელი სრული კონსოლიდაცია. ქვეყანაში არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრის, საზოგადოების და ყველაფრის ქვეყანა უნდა იყოს მაქსიმალურად კონცენტრირებული ამ საკითხებზე. უფრო დიდი ქვეყნებისთვის ესეთი გამოწვევები შეიცავს სერიოზულ საფრთხეს. და ბოლო კითხვა, ბატონ გივი, აი რაც შეეხება დიდი ქვეყნების დიდ პოლიტიკას. პრესაში, უცხოურ პრესაში არაერთი პოლიტოლოგის მოსაზრება გამოქვეყნდა იმასთან დაკავშირებით, მე უბრალოდ ციტირებას გავაკეთებ, თითქოს კოსოვოს პრეცედენტის შექმნით დასავლეთი და ვაშინგტონი რუსეთში სეპარატისტული პროცესების დაჩქარებას ცდილობს, როგორ ვთვლით თქვენ? მართებულია თუ არა ეს მოსაზრება? მე აბსოლუტურად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საერთოდ კოსოვოს პრეცედენტი არ უნდა ექვემდებარებოდეს განზოგადებას. და ამიტომ ის არ არის განსაზღვრული არც რუსეთის დასაშლელად, არც თქვათ სხვა ქვეყნებში პრობლემების გამოსაწვევად, ეს არის ძალიან კერძო შემთხვევა, სადაც მოხდა უმაგალითო დანაშაული და სწორედ ამან გამოიწვია შესაბამისი რეაქცია მსოფლიო საზოგადოებიდან. აი კერძო შემთხვევა კიდევ ერთხელ ვამბობ. მე უბრალოდ მინდა თუ მომცემთ ერთ წუთს ზუსტად მინდა დავასრულო ეს საუბარი ამით, რომ რეალურად მინდა ყველას ყურადღება მივაყურო იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან სამწუხარო, მაგრამ დღეს ძალიან სასარგებლო მაგალითი 21 წლის, როგორ მოხდა მაშინ დაკარგვა ქართული სახელმწიფოებრიობის. ამიტომ ჩვენ ბუნებრივი ამას არ გავიმეორებთ,
ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი, ეს არის ჩვენი მოვალეობა და თუ გნებავთ ისტორიული ვალი ქვეყნის წინაშე, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და გამოვიყენებთ ამისათვის ნებისმიერ მეთოდებს, რაოდენ არაპოპულარულიც ან არასასიამოვნოც იყოს მათი გამოყენება. აქ უკან დახევა არ იქნება ნამდვილად არანაირად, ამ მხრივ შეუძლია ქართულ საზოგადოებას იყოს 7, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად კონსოლიდირებული. დიდი მადლობა ბატონ გივი, მადლობა იმისათვის რომ მოიცალეთ და ჩაგვერთვეთ. სანამ საქართველოს მთავრობამ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ დღეს გეგმებს აწყობდა პრეზიდენტობის კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიას ეწევიან. ერთიანი ეროვნული საბჭოს საპრეზიდენტო კანდიდატმა დღეს ფიცი მთაწმინდაზე. ილია ჭავჭავაძის საფლავთან დადო. დავით გამყრელიძე კი ყოფილ კოლეგებს ექიმებს შეხვდა. როგორ მიმდინარეობს საარჩევნო მარათონი? რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ ჩვენი სტუმარი გიორგი მაისაშვილი დაგველოდეთ. ამბიციური განაცხადი მხოლოდ ავტობიოგრაფიაში შესატანი დამატებითი გრაფისთვის თითქმის ყველა რესპონდენტი პრეზიდენტობის კანდიდატთა უმრავლესობას ამგვარ დიაგნოზს უსვამს, თუმცა უფრო ზუსტი დიაგნოზისთვის სამედიცინო დასკვნასაც ითხოვენ. ფსიქოლოგების და ექსპერტების ერთი ნაწილი კი ფიქრობს, რომ ქვეყანაში სერიოზულად დგას პასუხისმგებლობის დეფიციტი. მცირე რაოდენობის კანდიდატები არც ადრე იყო, მაგრამ ამდენი ნამდვილად არ ყოფილა. საქართველომ ლათინური ამერიკის და აფრიკის ქვეყნების პრეცედენტი გაიმეორა. მსგავსი ფაქტი, რომ ქვეყანაში პრეზიდენტობის სურვილი ერთდროულად 22 კანდიდატს გამოეთქვა, ევროპის ისტორიას არ ახსოვს. ექსპერტები ამ მოვლენას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა რეალობის განცდა დაკარგა. სრულიად არ აქვთ ასეთი რეალობის განცდა და რეალობის სწორად აღქმა. ნუ კი თეორიულად, ფორმალურად ყველა შეუძლია თავის-თავი წარადგინოს, მაგრამ ამას ხომ რაღაც საფუძველი უნდა კონდეს. და საერთოდ ისეთ პოლიტიკურ უმწიფრობაზე მეტყველებს. გადამეტებულ ამბიციებს მიაწერს პრეზიდენტობის კანდიდატთა სურვილს ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური, რომელიც დარწმუნებულია, რომ კანდიდატთა უმეტესობა არჩევნებზე ხმების 1%-საც ვერ მოაგროვებს და ეს თავად კანდიდატებმაც კარგად იციან. რა ვიცი, დაგვა მე მგონი პროფესიად გაიხადა ეს საკანდიდატო არჩევნებში მონაწილეობა. ბევრს გონია, რომ თვითონ გააკეთებს იმაზე მეტს, თქვა ვიდრე სხვა. ამის ამბიციები ჩვენი ალბათ. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ წლების განმავლობაში საპრეზიდენტო მმართველობა გაუფასურდა და მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. ამის გამო ქვეყნის მართვის ამბიცია იმ ადამიანებსაც გაუჩნდათ, რომლებსაც არც სამოქმედო პროგრამა აქვთ და არც საზოგადოებისათვის ცნობილ სახეებს წარმოადგენენ. ფსიქოლოგების განმარტებით ისინი საკუთარ შესაძლებლობებს არაადეკვატურად აფასებენ და როგორც ჩანს პასუხისმგებლობის გრძნობაც დაკარგული აქვთ. გონებრივი შესაძლებლობებისა და ზნეობრივი შესაძლებლობების შეფასების არაობიექტურობასთან გვაქვს საქმე, სუბიექტური თვალსაზრისით, მაგრამ ობიექტური თვალსაზრისით ეს არის ის, რომ გაუფასურებული არის თვითონ პრეზიდენტობის ინსტიტუტი. გაცილებით მკაცრია პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეის კანდიდატთა სამედიცინო შემოწმებას და CSKO-ში გასავლელი პროცედურების გართულებას ითხოვს. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ის რაც ერთი შეხედვით დემოკრატიის ზეიმია, სინამდვილეში დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია. სოფლიო პროლეტარიატის ბელადმა თავის დროზე თქვა, რომ ყველა კუხარკამ შეიძლება მართოს სახელმწიფო. ახლა მაგრამ აქ ერთი ნიუანსია, რომ აი 4 მილიონიანი ქვეყნისათვის დღეს რამდენი მოსახლეობაც არის საქართველოში. რაღაც ძალიან ბევრი კუხარკები დაგროვდა, ჩვენ თავს ვიმასხრებთ. მეტი არაფერი არ არის აქ შედეგი ამის. კანდიდატთა სიმრავლე არ უყურს მსახიობ კახი კავსაძეს, რომელსაც შექმნილმა ვითარებამ დღეს ცნობილი გამონათქვამი გაახსენა. თუ სახელმწიფოში საზოგადოება 10% პოლიტიზირებულია, იმ ქვეყნის საქმე ცუდად წავაო. და მე მგონი ჩვენი საზოგადოება 10 კი არა 110%-ით პოლიტიზირებულია და მე ვფიქრობ ნამეტნავად ვერ არის ჩვენი საქმე კარგად. რუსები როგორც იტყვიან, очень наивно. ბევრი საგან. და კარგია რომ ასეთი გულუბრყვილ ხალხი გვყავს. საზოგადოება მიიჩნევს, რომ რაც მეტი კანდიდატია, მეტი არჩევანის საშუალებაა, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ კანდიდატთა სიმრავლის მიუხედავად ქართულ მოსახლეობას გადაწყვეტილების მიღება არ გაუჭირდება. ამოსარჩევი ბევრი გვეყოლება. გადაშარებია, გადაშარებია. მაგრამ მე რო არჩევანი უკვე გაკეთებული. გაკეთებული და არ გეტყვი. არ იცოდნენ, რომ მაშინ ისეთი იქნებოდა კანდიდატი.
როგორ უნდა მოიქცნენ ჟურნალისტები არჩევნების დროს მედია საბჭომ დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა და სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენლებმა სპეციალური მიმართვა გაავრცელეს იმისათვის, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი არჩევანი, საერთო დრო პრეზიდენტობის ყველა კანდიდატისათვის თანაბარი უნდა იყოს. მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული მასალების ტირაჟირებისაგან და კორექტულნი უნდა იყვნენ ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გაშუქებისას. სამი მიზანი აქვს ამ რეკომენდაციებს. პირველ რიგში რომ იყოს ინფორმირებული არჩევანის საშუალება საქართველოს მოქალაქეებისათვის, მეორე ის რომ პრეზიდენტობის კანდიდატებს ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები და მესამე რომ იყოს სამოქალაქო მშვიდობა ამ პერიოდში. სტანდარტები საარჩევნო პერიოდში გულისხმობს მაქსიმალურ დაბალანსებულობას, სამართლიანობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა კანდიდატს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები და პასუხისმგებლობაც, რაც ნიშნავს იმას, რომ განსაკუთრებით ასეთ პერიოდში მედია ორმაგად უნდა ცდილობდეს ყოველგვარი ინფორმაციის გადამოწვევას, რომელმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ამორჩეველთა არჩევანს. ჩვენ სტუდიაში კვლავ არჩევნების თემით ბრუნდებით, ოღონდ ოდნავ სხვა კუთხით ჩვენი სტუმრები არიან ბატონი პაატა ვეშაპიძე, ქალბატონი ნანა ჩაჩუა, ბატონი რამაზ საყვარელიძე, მოგესალმებით ბატონებო, ქალბატონი ნანა. პირველ რიგში ბატონი პაატა თქვენთან ბოლო მიმართვა, რომელიც გამოქვეყნდა სულ 2 საათის წინ, ხომ, თუ არ ვცდები. რა აუცილებელი იყო ამ მიმართვის გავრცელება? რამ გამოიწვია? პირველ რიგში ეს გამოიწვია და ნაკარნახევი იყო იმით, რაც ნოემბრის დასაწყისში მოხდა ქვეყანაში. აქ რასაკვირველია, ძალიან სერიოზული იყო მედიის ადგილი ამ მოვლენებში და რაღაცნაირად ეს საზოგადოების ეს ნაწილი, ვინც ეს მიმართვა შეადგინა, შეეცადა, რომ სარეკომენდაციო ხასიათის რასაკვირველია ეს აუცილებელი შესასრულებელი არავისთვის არ არის. სარეკომენდაციო ხასიათის რამდენიმე სულ 12 რეკომენდაცია გამოვიდა. მათ შორის არის ისეთები, რომელიც მედიას ურჩევს ან რეკომენდაციას აძლევს, რომ თქვათ არ გაავრცელოს აი ის მასალები, რაც ზოგიერთი საპრეზიდენტო კანდიდატის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან, რუსეთის სპეცსამსახურებთან ამ შემთხვევაში შეგვიძლია პირდაპირ თქვათ ურთიერთობას ასახავდა. ანუ მედიამ შეასრულოს რო არ გამიძებდეს მედიამ შეასრულოს თავისი უმთავრესი მოვალეობა, მან მიცეს ადამიანებს თავისუფალი გაცნობიერებული არჩევანის გაკეთების საშუალება, რომ ამ მრჩეველი იყოს სრულიად თავისუფალი ყოველგვარი, ასე ვთქვათ, ჟურნალისტური ინსინუაციებისგან, რათა მან გააკეთოს სრულიად გაცნობიერებული და შეგნებული არჩევანი. თუმცა ბატონ პაატა, დამერწმუნეთ, შეუძლებელია ყველა კანდიდატს ერთნაირი დრო დაუთმოთ, რადგან ყველა არ არის ერთნაირად აქტუალური, ანუ კანდიდატები, რომელიც საზოგადოება მარც კი იცის ვინ არიან, რას წარმოადგენენ, მათ იგივე დროს ვერ დაუთმობ, რასაც თუნდაც იგივე ბატონ დავით გამყრელიძეს. რეკომენდაციებში, რაც მე წავიკითხე, ძირითადად იყო საუბარი პარიტეტზე, რომ ყველა კანდიდატზე ერთნაირად უნდა გადანაწილდეს დრო. ცოტა უყურადღებოდ წავიკითხავთ ეს რეკომენდაციები, იქ წერია, რომ ყველა კანდიდატს მიეცეს მინიმუმი იმის საშუალება, რის გამო რომ მან შეძლოს თავისი, ასე ვთქვათ, წინასაარჩევნო პოზიციის გამოვლინება. ძირითად კანდიდატს და ძირითადი ვინ არის? და ამასთანავე კანონი, ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს კანდიდატების კვალიფიცირებას, ასე ვთქვათ, არიან კვალიფიციური კანდიდატები, ამას საზოგადოებრივი გამოკითხვები, თვითონ საზოგადოების, ასე ვთქვათ, შეფასება გამოავლენს ამ კანდიდატებზე, ჩვენ ვიცით, ვინც არის დღეს კვალიფიციური კანდიდატები პრაქტიკულად. და არიან არაკვალიფიციური კანდიდატები. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ არაკვალიფიციური კანდიდატებმაც კი მიიღონ მინიმუმი იმისა, იქ არის სხვათა შორის მითითებული, რომ არანაკლებ 3 გზის მიეცეთ საშუალება და არანაკლებ 3 საათისა დაეთმოთ. ეს ნიშნავს, ეს არის მინიმუმი. მათ რომ მათ შეძლონ ამომრჩეველს, გააცნონ თავისი ხედვა, თავისი პოზიცია, თავისი მოსაზრებები და ასე შემდეგ. მაგრამ არიან კვალიფიციური კანდიდატები, რომელთა ქმედებებსაც გააშუქებს მედია, რომლებსაც რასაკვირველია მეტი დრო დაეთმობათ ტელევიზიაში, რასაკვირველია მათი ქმედებები უფრო კვალიფიციური და უფრო საინტერესო იქნება ჟურნალისტიკისთვის. ამიტომ ეს ყველა ქვეყანაში ასეა. რასაკვირველია ისე როგორც საზოგადოებისთვის. ეს ყველა ქვეყანაში ასეა, პრაქტიკულად ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება დიფერენცირება
კანდიდატების არიან კიდევ მეორე კვალიფიციური და არიან არაკვალიფიციური კანდიდატები. თუმცა კანდიდატები ძალზედ ბევრი ყავს. 24 იყო მსურველი, რეგისტრაციაში კი არა, უფრო სწორედ საბუთები მიიღეს მხოლოდ 22-ის. ორმა ვერ შეძლო საბუთების მოგროვება, იმიტომ რომ ერთ-ერთი ბაგრატიონი იყო მათ. დიახ, მას მე მგონი პირადობის მოწმობის ასლი დაავიწყდა. რამდენად ნორმალურია ის, რომ ჩვენ გვყავს 22 კანდიდატი? 5 მილიონიან ქვეყანაში. რომ ჩვენ გვყავს ეს ნორმალურია. რატომ ბატონო? ასეთი არაორდინალურები ვარ? არა, ეხლა თქვენმა თანამშრომლებმა ვთხოვე და დახმარება გამიწიეს, მახსოვდა რომ ანალოგიურად სიჭარბე იყო რუსეთში. პატასტერმინები რომ გამოვიყენოთ არაკვალიფიცირებული კანდიდატებისა რუსეთში პუტინის ხელმეორე არჩევნების დროს იყო 11. და ამათგან ნახევარი, მინიმუმ ნახევარი უცნობი გვარებია, რომელიც არაფერს არ გვეუბნება. საერთოდ მართლაც ძნელი სათქმელია რა არის არაკვალიფიცირებული, ხო ქართულ ღარიბაშვილი ყველა არჩევნებში ღებულობს მონაწილეობას, მასზე კვალიფიცირებული მე მგონი არც ერთი პრეტენდენტი არ არის. მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ტრადიცია საფეხურების გავლისა არ არის და მაგალითად იმის ანალოგიურად რომ ამერიკაში ტრადიცია ეს მე მგონი კანონი არც არის რომ ან გუბერნატორობის ხაზიდან უნდა შევიდეს ან კონგრესმენობის ხაზიდან საპრეზიდენტო არჩევნებზე შენთან ასეთი ფილტრი არ არის ამავე დროს იმხელა დანახარჯი აქვს საპრეზიდენტო არჩევნებს რომ იქ LGBT ვერ შეხვალ არც ეკონომიკური ფილტრი არ არის და როცა არანაირი ფილტრი არ არის რუსეთისა არ იყოს ეხლა რუსეთი რატომ მომყავს ასე იოლად ეს უკვე პუტინის ძალიან მაღალ რეიტინგულ პოზიციაზე შემოვიდა 11 კონკურენტი ოდნავ დაწეული რო ყოფილიყო პუტინის რეიტინგი 111 იქნებოდა დიდია რუსეთი ეს გარკვეულწილად პოსტსაბჭოთა ფენომენია პოსტსაბჭოთა სისტემებში ასეთი არც ტრადიციებია და ასე ტრადიციული ფილტრები არ არის და ამიტომ ბუნებრივია ადამიანს აქვს სურვილი, ადამიანს აქვს თვითშეფასება მაღალი, გინდ კრიტიკულად შევაფასოთ გინდა რა. ნახევრად ხუმრობით 2 წუთით ერთ ამბავს გავიხსენებ, ჭანტურიას მიტინგია თბილისში და უკვე რო პანიკა ატეხილი ქალაქში, კინოს სახლში, მაშინ კინოს სახლი იყო ყველა პოლიტიკური დუღილის ქვაბი. გავსებულია დარბაზი კედლებზეა ხალხი შემომჯდარი და რეზო თაბუკაშვილს ბატონო რეზო იქნებ თქვენ წაიყვანოთ ეს შეხვედრაო როგორმე გამოსავალი უნდა ვიპოვოთო და გამოდის ბატონი რეზო ერთ წუთს სიჩუმეო და როგორც იქნა მიაღწია სიჩუმეს აი ხლა ხელი აიწიეთ ადამიანმა თქვენგან იმათმა ვინც იცის გამოსავალი ამ სიტუაციიდან რა შეიძლება იყოს და გადავიხედეთ ბედად მე და ჩემმა მეგობარმა არ ავიწეთ დანარჩენი მთელი დარბაზი იყო ხელაწეული რეზომ ფუო თქვა მოდი დააგდო მიკროფონი და გავიდა ვართ ამბიციური ხალხი ქართველები მიგვაჩნია რომ გვაქვს გასავიცით ფეხბურთი როგორ უნდა იყოს ნათამაშები სახელმწიფო როგორ უნდა იყოს მოწყობილი და ასე შემდეგ ისე რომ ეს არც ცუდია და არც კარგი ხასიათია ეს უბრალოდ ხასიათია ხელოვნებაში მაგალითად ეს ხასიათი ხელოვნებაში ძალიან კარგ შედეგებს გაძლევს ეს ამბიციურობა ალბათ პოლიტიკაშიც არ არის ყოველთვის ურიგო ისე რომ აქ გასაკვირი არაფერია უბრალოდ აი ეს ფილტრები რახან არ არის ტრადიციული ფილტრები ამიტომ ასეთი კარები ღია და შემოდის ყველა. ხავთ ნანა, ხომ არ ვართ ჩვენ მუდმივად ბელადის ძიებაში. იმიტომ რომ არ გქონია ტრადიცია. არა მგონია რომ ახლა ასე თლათ ასე მწვავედ იდგა საკითხი რომ ბელადის ძებნა შევიყვეთ რადგანაც აი ახლა უკვე ჩვენმა საპრეზიდენტო კანდიდატებმა წამოაყენეს წინადადება რომ საერთოდ საპარლამენტო მართლობაზე გადავიდნენ. ანუ რაღაცნაირად გარკვეულად ჩამოყალიბდა უკვე აზრი იმის შესახებ, რომ არჩევანი რაზე გავაკეთოთ, არა მხოლოდ იმაზე, რომ ვის მივცეთ მხარი, ვის დაუჭიროთ, არამედ საპრეზიდენტო მმართველობას დაუჭიროთ მხარი თუ
საპარლამენტო და შემდეგ დიახ, ეს ძალიან სერიოზული საკითხი გახლავთ, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის და მე ვფიქრობ ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ადამიანებს ეძლებათ საშუალება იმისა, რომ რაღაცა სფეროში თავისი თავი გამოხატოს და ამისი ასპარეზი ეძლევა, იცით, მაშინ აი ფსიქოლოგებმა კარგად იციან. ფსიქოლოგებმა კარგად იციან, რომ ნებისმიერ ქცევას, ნებისმიერ მოქმედებას აქვს თავისი პირველადი სარგებელი და მეორადი სარგებელი. და აი მეორადი სარგებელი უფრო მეტად ჩანს ბევრ შემთხვევაში, აქ, ჩვენ შემთხვევაში. იმიტომ რომ მე ზუსტად არც ვიცი, აი ამ 22 ადამიანი პერსონალურად რომელიც ვინ არიან, მაგრამ ის ძირითადი კანდიდატები, რომლებიც არიან, სერიოზული კანდიდატები არიან. სერიოზული პროგრამებითაც მოდიან, სერიოზული სურვილებით და ამბიციებით მოდიან. და ასე რომ იტყვიან, ძალა შესწევთ ქადილისა, ბევრ შემთხვევაში. არის თუ არა დღეს მოსახლეობაში სახელმწიფოებრიობის განცდა? ანუ მე რითი თქმა მინდა ამით, თუ მოსახლეობას გათვითცნობიერებული აქვს ეს და მოსდევს ტრადიციულად, მაგალითად ისე როგორც ბრიტანეთს, შესაძლოა მოსახლეობას თავად არ მიეცა უფლება ამდენი კანდიდატისათვის, რომ დაეყენებინათ თავის თავი, იმიტომ რომ ელემენტარულად მათ მოსახლეობის რისხვის შერწყობოდათ. ნებისმიერ შემთხვევაში ჯერ იმას დავასრულებ, რომ ჩვენ ყველანი ჩვენი პირადი ისტორიებითა ვართ. დიახ. მე ჩემი პირადი ისტორიითა ვარ, თქვენი და ასეა. ჩვენ ნებისმიერი მოქმედება ამ პირადი ისტორიიდან მომდინარეობს უპირველეს ყოვლისა. ეს ჩემი მეა, ჩემი ინდივიდუალური მე არის, მაგრამ საკითხი დგას იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ადამიანს უნდა გააჩნდეს საკუთარი თავის მიმართ, როგორც მთლიანი პიროვნებას, რომ უნდა გააჩნდეს საზოგადოების მიმართ, კაცობრიობის მიმართ, იმღირებულებების მიმართ, რომელიც კაცობრიობას გააჩნია. შესაძლებელია თუ ეს ან აქვს ადამიანს ან არა. იცით, ან აქვს ან არა აქვს, ასე არ არის. იცით, რომ აქ არის რასაკვირველია მისი აღზრდა, ის კულტურა, ის ტრადიციები, რომელშიც ის იმყოფება და რომელშიც თვითონ ან ნაზიარებია, ან არ არის ნაზიარები. დღეს საშუალება არსებობს, რომ კაცობრიული კულტურული მემკვიდრეობის წვდომის ყველანაირი გზა არსებობს, მაგრამ საკითხი კიდევ აქ არ არის. თავარი არსი რაშია? აი კანდიდატი, რომელიც თვლის, რომ თვითონ უნდა იყოს პრეზიდენტი, ან პარლამენტის წევრი, ან რაღაცა ნებისმიერი, ეს არის ერთი ის, რომ როგორია მისი საკუთარი თვითშეფასება. ესეთ სახარებაში ასეთი რა ნავი განკუთვნილია ტვირთისათვის. თუ იმაზე მეტი დადე ამ ნავზე, რამდენისთვისაც ის განკუთვნილია, ჩაიძირება. ხოლო თუ იმაზე ნაკლები დადე, მაშინ ქარის ფარფაც აყვება და ტალღების მდინარებას გაყვება.